ეს корпуსი ეხლა გახდა ასეთი ბატონო დიმანტო, ასეთი არ იყო. გახდა ალბათ იმიტომ რომ გარდა მიწისძვრები არა, თვითონ აქ რომ შემოვიდა რეალ ინვესტი. აი ახლა რაღაცა 2 თვის წინ ააგზავნა მუშები იმიდან მერიიდან მოიტანა ბრძანება დემონტაჟის, ხალხი ცხოვრობს. ეს დემონტაჟის უკაცრავად. ეს ის корпуსია, დახვრეტესო და რაღაცა. დიახ, აი ეს ის корпуსია. ჩვენ ეს უნდა ნახოთ რა მდგომარეობაშია. ეხ მაგაზე 45 ოჯახი, ხო? თავდაცვის ხომ იყო და შემდეგ ეკონომიკის სამინისტროს გადააბარა ეკონომიკამ არავის არაფერი არ უშვა. აი შენ გოგონა ცხოვრობდა. აი გოგონა იყო ღამის 5 საათზე რომ დაფეთდა. აი წერაქვებს ურტყავდნენ თუნუქს. სევით ჭერს. ო თვითონ იმასაკი, აი მეორად მასალებში იყიდება ეს რომ ზემოთ არის სპეციალური ნაჯახი, ჩაჭრილი. და ბემა ბუდანება ადი დაგაკეთე. მილიონი ეს ოთახი ესე არის. კომპავს ვერნალი. ისა, ხო. იმას, ჩემი ერთ-ერთი ვაჟი სამხედრო მოსამსახურეა. არც იმას არაფრად არაფერია. იგი უგულავა ზურაბ ჭიაბერაშვილის მათი მერობის პირობებში არც ერთი სოციალური საცხოვრისი არ აშენებია. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით სამხედრო დასახლებაში. ეს არის ქეთემა წამებული 71 ნომერში მდებარე ყოფილი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფაქტები, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე. და ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის თვითმმართველობის დონეზე მოხდა ამ შენობა ნაგებობის გასხვისება, შემოყვანა ეგრეთ წოდებული ინვესტორის სახელწოდებით რეალ ინვესტი, რომელმაც მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება და იმ პირობებში, როდესაც ამ შენობაში ცხოვრობდა ხალხი, დაიწყო ამ შენობის დემონტაჟი, რასაც ჩვენ ახლა ჩვენი თვალით უცქერით და უყურებთ. მეტიც ადგილი აქვს მავნებლობას, რომელიც შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებული დანაშაულითაც დავაკვალიფიციროთ, იმიტომ რომ საღათ მოაზროვნე ადამიანის ჭკუაში ვერ უნდა ჯდებოდეს, როგორ შეიძლება ინვესტორი მოვიდეს იქ, სადაც ხალხი ცხოვრობს და დახვრიტოს შეგნებულად სახურავი. რათა სახურავში ჩამოღწეულმა წყალმა შემდგომში შეუქმნას გაუსაძლისი მდგომარეობა ხალხს და ისედაც ქუჩაში და ღია ცის ქვეშ დარჩენილებს უბიძგოს ქუჩაში გამოსვლისკენ და გამოყრისკენ. ამიტომ ეს არის კონკრეტული მტკიცებულება, რომ თვითმმართველობაში, ცენტრალურ ხელისუფლებაში საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას, ან თუ ფლობენ ინფორმაციას, არ აინტერესებთ საკუთარი თანამოქალაქეების ბედი. აქ არ არის ერთზე და ორ ადამიანზე ლაპარაკი, აქ არის 45 ოჯახზე, რომლებიც ცხოვრობენ ეგრეთ წოდებულ ნომერ მე-8 და ნომერ მე-9 სამხედრო ქალაქში არსებულ კონკრეტულ ბარაკებში, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ომის შემდგომი პერიოდის დაბომბილ ასე ვთქვათ შენობას უფრო მოგვაგონებს. აქ ცხოვრობენ პატარა ბავშვები, აქ ცხოვრობენ სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები, აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც არიან სიღატაკის ღვარსქვემოთ და რომელსაც ერთადერთი გამოსავალი დარჩენიათ ის, რომ მიმართონ ხელისუფლებას, მოწყალება გაიღოს ხელისუფლებამ და გადაარჩინოს მათი მცირეწლოვანი ბავშვები სერიოზული განსაცდელი. ამიტომ ჩვენ ყველა ღონეს ვიღონებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანების შემდგომი სოციალური დაცვა ავიღოთ ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ქვეშ. აქ დაიწყეს დანგრევა ამ корпуსის და რომ მოვედი და ვუთხარი რომ ის საფუძველზე ანგრევთ მეთქი ბრძანების საფუძველზეო ვინც ხელმძღვანელობდა აი მეთქი აბა მაჩვენეთ ბრძანება იმიტომ მე თავად ადამიანის უფლებებში ვარ ამჟამად და მაინტერესებს მეთქი მე როგორ ანგრევთ ხალხი ცხოვრობს და ანგრევთ მაჩვენა ბრძანება მერიის არქიტექტურის სამსახურის ბრძანება დემონტაჟის სახლის დემონტაჟის სადაც ხალხი ცხოვრობს მე ვთქვა როგორ შეიძლება მეთქი აი ამას როგორ აკეთებთ მეთქი ხალხი ცხოვრობს და შეიძლება ამაზე ბრძანების გაცემა მეთქი ეს მოხდა უგულავას პერიოდში ჯერ ისევ გაიცა ბრძანება და ერთი ოქტომბერში გაცემული ბრძანება იანვარში დაიწყეს დანგრევა ამ მე მოვიყვანეთ ტელევიზიები და გადავაღებინე მე იჩივლეს ამ საჩივარი შეიტანეს მერიაში და ეს ნგრევა გაჩერდა გავიხედოთ ერთ დღეს 16 მარტს იმას რა დაგვავიწყებს ღამის 5 საათზე გვესმის რაღაც საშინელი ხმები აი გეგონება ისვრიან ავტომატებსო და გამოვცვიდით ხედავ ასულან წერაქვებით მუშები დაქირავებული მუშები და ურტყავენ წერაქვებს სახურავს
ისე დააზიანეს რაღაც საშინლად. მაშინაც ვიყვირე, ვიწივლე, რას საკეთებ, ხალხო რეებს ჩადიხარ, ბავშვები დაფეთებულები, კედლებზე ადიოდნენ პატარა ბავშვები. მალე რა ანგელოზები არიან? ელენი. всё, ეს არის შენი შემოსავალი. ბავშვები თუ დაგყავს? სკოლაში და ბაღში. ბაღში.